გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ნაპოლის ფანების უარყოფითი დამოკიდებულება და დე ლაურენტისის სასაცილო ტრანსფერი. გოგლიჩიძის ტრანსფერი სევდიანი ისტორია. მოტივაციისთვის კი თხოვნამ ექნება რომ დამიფასოთ შრომა და ეს ვიდეო მინიმუმ 2000 მოწონებაზე ავიყვანოთ. ასევე არ დაიზარო არხის გამოწერა და დაეხმარე მას განვითარებაში. მადლობა მეგობარო თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. გოგლიჩიძის სევდიანი ამბავი. როგორ ჩაიშალა ქართველის ტრანსფერი. ემპოლის ქართველი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე რომაში გადასვლასთან ერთნაბიჯი იყო. იტალიურ პრესაში იწერებოდა რომ მხარებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო და ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდებოდა, მაგრამ ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა. შაბათს საღამოს მისმა აგენტებმა რომასთან 2029 წლამდე კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს. იმდენად რომ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ემპოლის თავკაც რობერტო დავერსას თხოვა რომ იუვენტუსთან არ ეთამაშა, მაგრამ ისმაილის ტრავმა მის აიძულა რომ მოედანზე მაინც გასულიყო. თუმცა მას კატასტროფული გავლენა ჰქონდა თამაშზე. ის მინიმუმ 2 გოლში იყო დამნაშავე. საღამოს კი რომამ უკან დაიხია და ამჯობინა უფრო ეკონომიური ვარიანტი, ნელსონი. ეს კი კოშმარული და უარყოფითად გასახსენებელი კვირა 20 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის. ის ჯერ ასწულეს და შემდეგ მიატოვეს, განაცხადა ნიკოლო სკირა. ასევე იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ამბობს რომ ტრანსფერი რომა ნაპოლის მატჩში შესვენებაზე ჩაიშალა, როცა კლუბებს შორის არი განხორციელდა და მოლაპარაკებები სწორედ მაშინ შეწყდა. სკირას ინფორმაცია კი ფაბრისიო რომანომაც დაადასტურა. ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტის მიხედვით რომა ნელსონზე მას შემდეგ გადაერთო, რაც ემპოლისთან გოგლიჩიძის ტრანსფერი ჩაიშალა. თუმცა რა თქმა უნდა საგანგაშო არაფერია. სეზონის ბოლომდე საბა ემპოლიში დიდ გამოცდილებას მიიღებს და შემდგომ ზაფხულში ამ გუნდში უკვე აღარავინ გააჩერებს. მისთვის კი იტალიური გუნდები იუვენტუსი, მილანი და რომა აქტიურად იბრძოლებენ. კვარას ახალი გამოცდა პესეჟეში, ლუის ენრიკეს კომენტარი და შეფასებები ნეაპოლიდან. უპირველეს ყოვლისა დავიწყებს სასიხარულო ფაქტით, რაც უკვე ყველას კარგად მოგეხსენებათ. კერძოდ პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე შტუტგარტის დამარცხება შეძლო და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ითამაშებს. მისის შემდეგი მეტოქე კი ბრესტი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. პესეჟე ბრესტის შეხვედრა კი 11 თებერვალს გაიმართება. ახლა კი გადავიდეთ ლიგა 1 შეხვედრაზე. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ბრესტს სტუმრად და 5-2 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში კი მოგვევლინა კვარაცხელია, რომელმაც ისეთი შეხვედრა ვერ ჩაატარა, რასაც მისგან ყველა ელოდა. თუმცა ქართველი ფეხბურთელი ნელ-ნელა ადაპტაციას გადის და მის საუკეთესო ვერსიას ძალიან მალე ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიო ჩემპიონმა ბიგსანტ ლიზარაზუმ კვარაცხელიას ტრანსფერის საჭიროებაზე ისაუბრა, რომელმაც დეტალურად საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. იყო თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენისთვის აუცილებელი? უარყოფითი პასუხის გაცემა მინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიტყვი რომ კი, აუცილებელი იყო, რადგან ხვიჩა ძალიან სწრაფი ფეხბურთელი და შესანიშნავი დრიბლიორია. ის ბრწყინვალე მეპასია და შეუძლია განსხვავება ორივე ფლანგზე შექმნას. სჭირდებოდა პესეჟეს ასეთი ფეხბურთელი? ჩვენ დემბელე, ბარკოლა და დუე ყავს. მათ გარდა მენდეშისა და ჰაკიმის სახით გუნდში შემტევი განაპირა მცველებიც ირიცხებიან და პარი სენ-ჟერმენს ფეთქებადობა ნამდვილად არაკლია. მაგრამ კვარაცხელია მომწონს და ის ლუის ენრიკეს სათამაშო სისტემაში ძალიან კარგად ჩნდება, განაცხადა ლიზარაზუმ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ახლა კვარაცხელიას გარშემო მრავალი ვარსკვლავია და ქართველს კონკურენციის გაწევა მრავალი ფეხბურთელისთვის მოუწევს. ეს კი რა თქმა უნდა მას ძალიან განავითარებს და სულ სხვა დონეზე აიყვანს, რადგან ნაპოლიში ყოფნის დროს ხვიჩა იქ მთავარი ვარსკვლავი იყო და გუნდში კონკურენცია არ არსებობდა, რაც ქართველი ფეხბურთელის განვითარებისთვის დამღუპველი იყო. პესეჟეში ტრანსფერი კი დროული და აუცილებელის იყო. საფრანგეთის თასის შეხვედრის წინ კი ლუის ენრიკემ სწორედ ამაზე ისაუბრა, რომელმაც დეტალურად შემდეგი კომენტარი გააკეთა. თასის თამაშებში სურპრიზები ხდება, რაც ფეხბურთისთვის ფანტასტიკური რამაა. დაბალ დივიზიონებში მოასპარეზე კლუბებს შენი გამოგდება შეუძლიათ და მეტოქეს სათანადოდ უნდა მივუდგეთ. ამ მომენტისთვის გუნდის სტატისტიკით კმაყოფილი ვარ, თუმცა პროგრესის ადგილი ყოველთვისაა. რა აზრის ვარ ჩვენ სატრანსფერო ფანჯარაზე? კლუბის სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილი ვარ. მას შემდეგ რაც ჩარჩან გარიგებებზე კლუბის ხელმძღვანელებთან ვისაუბრე, ყველაფერი კარგად წარიმართა. შესაძლოა ადგილი ყველასთვის არ მოინახოს, მაგრამ გასულ სეზონთან შედარებით პრეზიდენტის, კლუბის პერსონალის, სპორტული დირექტორისა და ჩემი ძალისხმევით შემადგენლობა გავაძლიერეთ. თავი კონკურენციის არსებობაა და ვცდილობთ გუნდში ეს გქონდეს. ბევრჯერ აღნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გუნდში არსებული ხარისხით ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაწყვეტილების მიღების პროცესი განაცხადთან დაკავშირებით, ყველაფერი გუნდის საჭიროებაზე, ფეხბურთელის ფორმასა და კალენდარზეა დამოკიდებული. არჩევანი მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივიდან უნდა გავაკეთო. ამიტომ ვნახოთ თუ რა იქნება, განაცხადა ლუის ენრიკე. აღსანიშნავია, რომ თასის შეხვედრისთვის პარიზული კლუბის რიგებში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. გასაკვირი არაა, რომ ამ მატჩში ლუის ენრიკე შედარებით გადახალისებული შემადგენლობა
შემადგენლობით ითამაშებს, რადგან გუნდს თებერვალში საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს. თუმცა ამ გადახალისებაში არ მოიაზრება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც PSG სულ ახლახან შეუერთდა და ადაპტაციისთვის მისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დიდი ალბათობით ენრიკე კვარაცხელიას საფრანგეთის თასზე ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს, მაგრამ შესრული ტრიოთი. ამჯერად ხვიჩასთან ერთად დეზირე დუე და გონსალო რამოში შეუტევენ. ლუის ენრიკე კი ამ გზით ქართველს ახალ გამოცდას უმზადებს და ვნახოთ თუ როგორ შეთამაშდება ხვიჩა ამ შემტევ ტრიოსთან ერთად. პარიზული კლუბი კი ლემანს დაუპირისპირდება. ამიტომ ტრადიციულად კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა. მე კი ყველა იმ კომენტარის ავტორს, ვინც ორ ანგარიშს გამოიცნობს, შემდეგ ვიდეოში მოვახვედრებ. რაც შეეხება კვარაცხელიასა და ნაპოლის, კვარაც წასვლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე უკვე აქტიურად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხვიჩამ ნაპოლიდან წასვლა იჩქარა და თუ მას გუნდის დატოვება სურდა, ეს სეზონის ბოლოს უნდა მომხდარიყო. ამ გზით კი ხვიჩა ნეაპოლელი ფანების აგრესიასაც აირიდებდა თავიდან, რადგან ბრესტის წინააღმდეგ კვარაცხელიას თამაშს ნეაპოლელი ფანები ამაზრზენი კომენტარებით ეხმაურებიან. საბრალო ბიჭი, ცარიელ კარებში ვეღარ გააქვს გოლები, მეზისხები ვირთხა ხარ. ხვიჩა ნაპოლიდან გულთბილ მოკითხვას გიგზავნი. შენი ტრანსფერი შეცდომა იყო და ამას მალე იხილავ. შენი ბღავლე ხვიჩა, ჩვენ კი სკუდეტოს მოვიგებთ. ნაპოლის ღალატი არ შეგრჩება. ასეთი ბედიელით მოღალატეებს. მალე სკამზე დაგსვამენ და მიხვდები რომ ცხოვრების საბედისწერო შეცდომა დაუშვი. წერე ნეაპოლელი კომაგები. აღსანიშნავია რომ ხვიჩას მიმართ ცუდი დამოკიდებულება არა მხოლოდ კომენტარებში, არამედ ნეაპოლურ გამოცემებსა და სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებშიც იგრძნობა, რადგან ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა კალჩონაპოლი 24 თამაშის წინ გულშემატკივრებს ყოველთვის ესაუბრება და ინტერვიუებიდან კარგად ჩანს, რომ ნეაპოლელი კომაგები კვარაზე განაწყენებულები არიან. თუმცა რა თქმა უნდა, ამაში ნაპოლის ყველა კომაგი არ მოიაზრება, რადგან არიან გულშემატკივართა ის კატეგორიაც, რომლებმაც ხვიჩას წასვლა ძალიან განიცადეს და ქართველს ცრემლებით გამოემშვიდობდნენ. ეს აგრესიული ფანები კი პროპაგანდის მსხვერპლნი არიან და შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლურმა გამოცემებმა ამ კუთხით კარგად იმუშავეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა კვარაში აღებული 70 მილიონის შემდეგ ხვიჩა შემცვლელად საკმაოდ სასაცილო ტრანსფერი განახორციელა. კერძოდ მათ დაიმატეს მილანის თავდამსხმელი ნუაუ კაფორი. ეს ფეხბურთელი კლუბმა იჯარით აიყვანა და ამისთვის მათ 2 მილიონი ევრო გადაიხადეს. ყველაზე სასაცილო ფაქტი კი არის ის, რომ 14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ოკაფორის ლაიფციგში ტრანსფერი ჩაიშალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ამ ფეხბურთელს ანაზღაურების სახით ყველაზე ორჯერ მეც 2.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ დელაურენტისი ბიზნესმენია, რომელიც ფულის შოვნაზეა ორიენტირებული და კლუბის განვითარებაზე არ ფიქრობს. ამიტომ ხვიჩას გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებული იყო. ვინისიუსის ოქროსბურთი და კონკურენცია მესისთან. რონალდუს სკანდალური კომენტარები. PSG-ს სწორი მუშაობა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ. დატოვებს თუ არა ვინისიუსი რეალს. ბრაზილიელი საჯარო კომენტარი. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ამიტომ არ დაიზარო ვიდეოს მოწონება. მე კი შემდეგ ვიდეოზე მუშაობა ძალიან მალე დავიწყებ. დატოვებს თუ არა ვინისიუსი რეალს. ბრაზილიელი საჯარო კომენტარი. ბოლო პერიოდში არაბული კლუბები ვინისიუს ჟუნიორის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ალ-ჰილალმა მადრიდის რეალს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. არაბებმა სამეფო კლუბს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 350 მილიონი ევრო შესთავაზა, ხოლო თავად ფეხბურთელს 1 მილიარდი ევრო. ამ საკითხთან დაკავშირებით კი ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა, სადაც ფეხბურთელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა. იმედი მაქვს ამ გუნდთან ერთად კიდევ მრავალი წელი ვითამაშებ. პრეზიდენტს ჩემი ბავშვობიდან შეროდა. მაშინაც კი როცა არავინ მიცნობდა. ფლორენტინო პერეს ძალიან ვაფასებ და მისგანაც იგივეს ვგრძნობ. ის ყოველთვის ამბობდა, რომ მადრიდში სამუდამოდ ვითამაშებ. განაცხადა ვინისიუსმა. PSG-ს სწორი მუშაობა. როგორ ამოიღო გუნდმა კვარაში დახარჯული 70 მილიონი ორ კვირაში. როგორც მოგეხსენებათ, 2 კვირის წინ ქართულ ფეხბურთში ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა და კვარაცხელია PSG-ში რეკორდულ თანხად 70 მილიონ ევროთ გადავიდა. ეს კი პარიზული კლუბის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო. თუმცა სწორი მუშაობით გუნდმა კვარაში გადახდილი ეს დიდი თანხა უდანაკარგოდ 2 კვირის თავზე ამოიღო. საქმე იმაშია, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი ჩავი სიმონსი PSG-ს საკუთრება 2019 წლიდან არის. თუმცა ამ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა, რის გამოც ის იჯარის წესით ჯერ PSV-ში, შემდეგ კი ლაიფციგში თამაშობდა. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ კი ამით ისარგებლა და იჯარით გაშვებული სიმონსი, რომელიც ისედაც არ სჭირდებოდათ, ლაიფციგში 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა. ამას კი დაემატება ბონუსებიც. ამიტომ PSG-მ ქართველში გადახდილი ფული სრულიად ამოიღო. შეტევა მწვრთნელებზე. ვინისიუსის ოქროსბურთი და კონკურენცია მესისთან. რონალდუს სკანდალური კომენტარები. ცოტა ხნის წინ კრიშტიანო რონალდუ მარკასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის მრავალ თემას შეეხო. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს იდეალური მთავარი მწვრთნელის საჭირო თვისებების დასახელებას თხოვეს, რაზეც რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა. იდეალური მთავარი მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელი უნდა
უნდა იყოს. თუ გასახდელში არასდროს ყოფილა წარმატების მიღწევა რთული იქნება, შეუძლებელიც კი. ისტორიას რომ გადახედოთ, ნახავთ რომ ყველა დროის საუკეთესო 50 თავკაციდან 48 ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ. საყვარელი მთავარი მწვრთნელი არ მყავს. ყველასგან რაღაც ვისწავლე. კარიერაში ძალიან ცუდი მთავარი მწვრთნელებიც მყოლიან, რომლებმაც ფეხბურთზე საერთოდ არაფერი იცოდნენ, განაცხადა რონალდუ. ასევე მან კომენტარი ვინისიუსზეც გააკეთა. ფიქრობ, ოქროს ბურთი ვინისიუსთვის უნდა გადაეცათ. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და აჩვენა განსხვავება. ძალიან გამიწრუდა იმედი, რადგან ვინისიუსმა იჭილდო დაიმსახურა. იგივე გრძნობა ორჯერ გამოცადე. ეს გაიძულებს რომ თავი უძლურად იგრძნო, მაგრამ მერე მივხვდი, შენ არ ჩაერთვები ისეთ ბრძოლაში, სადაც არ გაიმარჯვებ, განაცხადა რონალდუ. ასევე კრისტიანო მესისთან კონკურენციაზე ისაუბრა. კერძოდ კითხვაზე არის თუ არა ის ისტორიაში საუკეთესო რონალდუმ თქვა. ფიქრობ რომ კი, ხალხს მესი ან მარადონა მოსწონს და მე ამას პატივს ვცემ, მაგრამ მე ყველაზე სრულყოფილი ვარ. ჩემზე უკეთესი არავინ არ მინახავს. ამას მთელი გულით ვამბობ. მე კარგად გამომდის თავით თამაში, კარგად ურტყავს საჯარიმოდან და ასევე სწრაფი და ძლიერი ვარ, განაცხადა კრისტიანო. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.